ქართული ოცნების მთავრობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას აიათოლა ალი ხამენეისა და სხვა ლიდერების დაღუპვის გამო უსამძიმრებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ღრმა შეშფოთებით ადევნებენ თვალს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც რეგიონის უკლებრივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს. განცხადებაში ოცნების მთავრობა სამძიმარს ისრაელსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსაც უცხადებს. საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებრივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. სამძიმარს უცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს უცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად. ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარები გააკეთეს ქართული ოცნების წევრებმა. ნინო წილოსანმა თქვა, რომ აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა მისალმების საგანი არ შეიძლება იყოს. მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი. ამიტომ თქვენ რომ ესალმებით და მიესალმებით ამ ყველაფერს, ეს ნამდვილად შემოშფოთებელია. სამძიმართან დაკავშირებით იხილეთ მთავრობის განცხადება, სადაც ყველა იმ უმძიმესი ფაქტთან დაკავშირებით არის სამძიმარი გამოთქმული. თქვენ გეცოდინებათ თუ იმართება ესეთი დაკრძალვა და ყველა ესაკითხები. როცა იყო, კონკრეტული პასუხი მიიღეთ ამ თემასთან დაკავშირებით, იქ იყო რეგიონის ყველა ლიდერი და წარმომადგენელი და როდესაც ირანი ამ რეგიონის ამხელა მნიშვნელობის акторია, წარმოუდგენელია, რომ თქვენსავით ვინმეს უხაროდეს იქ დესტაბილიზაცია. საჭმელია იმ მომენტში და თქვენთან ფულამებს გავსი იყო არ ვიცით ამით. არ ვიცი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩებურეკსაც ჭამდა თუ როგორ იყო ეს ომის დაწყებიდან. ხო, ამიტომ ეხლა რასაც სომხეთი აკეთებს, იგივეს ნამდვილად არ ვაპირებს რომ გავაკეთოთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დილიდან დაიწყეს.